მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო. ეხლა ეს რეცეპტი, რომელსაც მე თვითონ დავიწყე 12 დღე უნდა მოვამზადო, იმიტომ რომ დავიწყებდი, მერე აღარ ვიმეორებდი და ესე მენისკს არ უშველის, 1-2 დღე ეს არ შველის. ამიტომ ახლა გადავწყვიტე, რომ ვინაიდან მუხლში, ორივე მუხლში მაქვს დაახლოებით 25 მილიგრამის სითხე და ეს საკმაოდ ბევრია ჩაღვრილი და ეს მემართება მხოლოდ ზოგადად რევმატული ართრიტი, მაქვს რევმატიზმები, აი ანალიზებს რო ვიკეთებ სისხლში მაქვს ძალიან მომატებული და ეს პრობლემა მაქვს ბავშვობიდან და უკვე ამას რო ასაკში 50-ს რო გადავწდი და ეს წონასაც რო ვიმატებ, ჩემი სახსრები ვერ ერევა იმ წონას, რაც მაქვს. არა აქვს ამას მნიშვნელობა 90 ვარ, 95 ვარ, ჩემი ფეხები და ეხლა აშკარად პიკზე ვარ, მომატებული ვარ საკმაოდ და ამიტომ ეხლა უნდა გასწავლოთ რეცეპტი, რომელსაც საკუთარ თავზე გამოცდილი მაქვს და ძალიან მაგარია და ამისთვის დაგჭირდება ჩვეულებრივი, ვისაც ჰიმალაის მარილი არ გაქვთ, მაგრამ ჰიმალაის მარილი უფრო კარგად შეიწოვება კანში და გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულებრივი მარილი, ამიტომ ჰიმალაის მარილი ყველგან იყიდება ჩემო საყვარელო გამომწერებო. ორნაბიჯი ახლა არ დავასახელებ ყველა მარკეტში, კარფურებში, ყველგან უკვე აღარ არის ეს დელიკატესი და ესე ერთი კოვზი მარილი მინდა და ერთი კოვზი, აი იმიტომ არის ეს გიორგის, იმიტომ ვენდობიდან, იმიტომ არის გიორგის თაფლი უნიკალური და ნატურალური, ეს ადამიანი თავისი ხელით ამზადებს და არის ალაზნის ველის ძალიან ბევრი ყვავილების ნაზავი და აი თქვენ თვითონ ხედავთ როგორი თაფლია, საოცარი თაფლია და ტელეფონის ნომერს აუცილებლად ამ რეცეპტზეც დავაწერ 55 51 52 79 დაურეკეთ გიორგის და ოცლარად მოგართმევთ აი ესეთ საოცარ თაფლს, რომელიც გიორგი არის პირველი ხელი, ანუ გიორგისგან მიაგდა, მე ძალიან ძვირად ყიდიან და ეს ბიჭი თვითონ უფასოდ ემსახურება თბილისის მასშტაბით ყველას და უფასოდ მოგიტანთ ხალხო და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. აი ხა ნახეთ, რას გავაკეთებ, კიდე დავამატებ ცოტას. ესე, ნახეთ როგორი თაფლია, როგორი სქელია. ნუ აი ეს არის სასწაული ხალხო რა. და ამას აურევ კარგად. ნახეთ. ფერი ნახეთ, კონსისტენცია. და გემო აქვს აი რაღაც საოცარი. ეხა მე ამას ესე კარგად აურევ, კარგად გავხსნი. აქ არის ერთი ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი და თაფლი ვიმეორებ და ეხლა რას გავაკეთებ? ესე იგი ჯერ ხელის მოძრაობით ორივე მუხლზე, თუ ერთ მუხლზე გაქვთ, რა თქმა უნდა ერთ მუხლზე, ერთი მუხლი თუ გაწუხებთ, ესე ბალიშებით კარგად შევიზელ, კარგად შევიზელ და მერე გაჩვენებთ. და მერე აი კომბოსტოს დავიფენ. კომბოსტო ერთადერთია, რომელსაც მუხლიდან წყალი ამოყავს, რა თქმა უნდა, ამ თაფლთან ერთად. ზოგი პირდაპირ თაფლს იკეთებს, მაგრამ უფრო გაცილებით ძლიერია თაფლი მარილთან ერთად, განსაკუთრებით ჰიმალაის მარილთან ერთად. მერე ამას დავიფენ ამ კომბოსტოს ორივე მუხლზე. ეხლა და აი ესეთი ისა მაქვს, რა ქვია, ცელოფნები რო იყვება, საკვები ცელოფანი, იმით კარგად დავიფიქსირებთ. ვისაც გაქვთ შალის, აი კარგი ადრე რო იყო ხომ, ხო გახსოვთ შალის შარფი და იმით შემოიხვევთ და იმით დაიფიქსირებთ, რა თქმა უნდა უკეთესია. მოკლედ თაფლზე, აი ნატურალური თაფლია და მე გირჩევთ, რომ მე გაუთავდება გიორგის და ჯობია ეხლავე აიღოთ რამოდენიმე ლიტრი ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ მართლა იაფია და სასწაულია და გაიკეთეთ ეს კომპრესი, ოღონდ ეს კომპრესი უნდა გაიკეთოთ ხალხო 12 დღე, მე როგორ შვები, იცი მეზარება, გავიკეთებ 1 დღე, აი შვებას ვიგრძნობ, მე აღარ ვიკეთებ, მე ისე პრობლემა მაქვს, ჩამიდგება წყალი, ეს ახლა ზედიზედ უნდა გავაკეთო 12 დღე. აი 12 დღის მერე ეს გააკეთეთ ეს ნაზავი და თქვენ თუ მუხლმა
შეგაწუხოთ და აი წყალი საერთოდ არ საერთოდ ამოგიშრება წყალი, მერე მომწერეთ და დამლოცავთ. ეს არის აი ყველაზე ისეთი მუშა რეცეპტი არის ეს და სასწაულია, რა თქმა უნდა, თუ თაფლი არის ნატურალური და თაფლზე კიდევ გავიმეორებ, დაურეკეთ გიორგის 5-1-5-2-79 და ეს ბიჭი უფასო მოტანა აქვს და ლიტრს ყიდის 20 ლარად და მოგიტანთ აი ამ ნატურალური ალაზნის ველიდან პირდაპირ უგემრიელეს და ნატურალურ თაფლს. მიყვარხართ, ეს მინდოდა რომ ესწავლებინა და ეს გააკეთეთ 12 დღე. მე უკვე დავიწყებ და 12 დღე გავაკეთებ.